სათქმელი მართლაც ბევრია და განსაკუთრებით დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა მასში არსებული დღის წესრიგი ძალთა ბალანსი არის გადალაგების პროცესში და გასული საუკუნის განმავლობაში შექმნილი, ესე ვთქვათ, უსაფრთხოებითი სისტემები უკვე ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც რუსეთმა და არა მხოლოდ რუსეთმა შექმნა ჩვენს კონტინენტში. შესაბამისად, სწორედ ამას უკავშირდება ევროპის გააქტიურება, ერთგვარი თავდაცვითი ავტონომიის შექმნა, ინვესტიციები, ერთგვარი ერთიანი ბაზრის შექმნა თავდაცვის ინდუსტრიაში და ბუნებრივია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ვნახეთ საკმაოდ აქტიური ევროპა ბოლო დროის განმავლობაში და ეს პროცესები ემთხვევა ამავდროულად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს, როგორც ქვეყნებში, ისე გარეთ, მთავარ მოკავშირეებთან, როგორც არის მაგალითად ევროკავშირი, იმ აქტორებთან, რომლებიც ახლა ერთგვარი ევროპული უსაფრთხოებითი ქოლგის შექმნაზე არიან ორიენტირებული, ვისთან ერთადაც საქართველო ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სწორედ აი ამ ქოლგაში მოხვედრაზე მუშაობდა და სწორედ ამიტომ ბუნებრივია, რომ თემა არის აქტუალური და ამ თემაზე დღეს მსჯელობდნენ ის დიპლომატები, ელჩები, რომლებიც წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ ოფიციალურ თბილისს სხვადასხვა დედაქალაქებში და მუშაობდნენ როგორც ევროინტეგრაციაზე, ასევე ნატოში, საქართველოს გაწევრიანებაზე და ბუნებრივია ამ პირობებში მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ საქართველოს უბრალოდ არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გვერდიდან უყუროს ამ პროცესებს, იყოს უბრალოდ დამკვირვებელი და არ იყოს აქტორი ამ პროცესში, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანა რისკავს იმას, რომ გახდეს რეალურად ახალი რეალობის წინაშე დადგეს, რომლის მონაწილეც თავად არ არის და რომელშიც მას ძალისხმევა არ გაუწევია და სწორედ აქედან გამომდინარე ისინი აღნიშნავენ, რომ მოქმედება არის საჭირო, თუმცა მეორეს მხრივ იმ პოლიტიკური სტატუს-კვოს გათვალისწინებით, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, ბუნებრივია მოლოდინი იმისაა, რომ არსებული მმართველობის, ასე ვთქვათ, პირობებში ეს პროცესები დაიძრება, მათ არ აქვთ, მაგრამ ხაზს უსვამენ ამავდროულად იმას, რომ საზოგადოების ფაქტორი, საზოგადოების ნების ფაქტორი არის ძალიან დიდი ამ პროცესებში და შესაბამისად ხალხს მოუწოდებენ, ესე ვთქვათ, ისე როგორც აუდიტორიას და აუდიტორია იყო საკმაოდ ახალგაზრდა სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა ფაკულტეტს, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობენ, მოუწოდებენ მათ, რომ დარჩნენ ევროპულ გზაზე, რადგან ამ მხრივ ალტერნატივა ქვეყანას სხვა არ აქვს, არა მხოლოდ ერთგვარი ეკონომიკური სარგებელის მიღების თვალსაზრისით, არამედ რაც მთავარია უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვნად სჭირდება, მით უმეტეს ახლა როდესაც რუსეთი არის გააქტიურებული, აწარმოებს ომს უკრაინაში და საქართველოს წარმოადგენს იმ რეგიონს, რომელიც საკმაოდ მოწყვლადია რუსული საფრთხის წინაშე. დღევანდელ დღეს ევროპული ქვეყნები სრული გაცნობიერება არის იმისა, რომ მათ ნამდვილად უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და რეალურად ინვესტირება უნდა მოახდინოს საკუთარ უსაფრთხოებაში, რაც ცხადია, რომ მართლაც სიახლეა. ეს ერთი მიმართულება, მეორე მიმართულება ეს არის ევროკავშირის გაფართოება და ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება გავრცელდეს ევროპული უსაფრთხოება იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჯერ არ არიან მისი წევრები, მაგრამ მომავალში იქნებიან და აქ ცხადია საუბარია უკრაინაზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ აქ საუბარი საქართველოსდაც ყოფილიყოს. ღმერთმა დაიფაროს და ჩვენ ამ პროცესის მაყურებლად დავრჩით, მაშინ შეიძლება ეს გადანაწილება ისე მოხდეს, რომ ჩვენ ნაკლები შესაძლებლობა გქონდეს რამე პროცესზე ზემოქმედების და იძულებულები ვიქნათ მივიღოთ ის მოცემულობა, რომელიც ჩამოყალიბდება. თუ ჩვენ აქტიური მონაწილეები ვიქნებით, მაშინ მეტი შანსი არის იმისა, რომ ის ჩვენი ეროვნული ინტერესები იქნას რაღაც დონეზე მაინც წარმოჩენილი. საქართველოს სამწუხაროდ ჩამორჩა იმ დინამიკას, რომელიც ახლა ევროპაში ვითარდება, ევროკავშირი ძალიან აქტიურად განიხილავს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან, მაგალითად უკრაინასთან და მოლდოვასთან დაჩქარებული ტემპით მათი გაწევრიანების შესაძლებლობას, სადაც საქართველოს სამწუხაროდ აღარ არის იმ სავალალო რეალობის შედეგად, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დააყენა პოლიტიკური პარტია ქართულმა ოცნებამ, ჩვენ ჩამოვრჩით ამ საერთო მატარებელს აღარა ვართ აქ. ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ, რომ უფრო მეტი კონსოლიდაცია მიმდინარეობს ევროპაში, ევროპული ქვეყნები უფრო ერთი ხმით გამოდიან, ერთი ხმით საუბრობენ უკვე დანარჩენ სამყაროსთან და ეს დამოკიდებულება, რომელიც აქამდე არსებობდა ამერიკაზე, თანმიმდევრულად ხრება ევროპაში და ევროპა უფრო დამოუკიდებელ თამაშით ყალიბდება, რაც ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი შესაძლებლობების პანჯარას ხსნის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც არის საქართველო. ამ პროცესში საქართველოს მე ვხედავ მას შემდეგ, როგორც კი მოხდება პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების ჩამოშორება ხელისუფლებით და ასე ვთქვათ, ისინი არიან ეფექტური კონტროლის განხორციელებლები ამჟამად, როგორც კი საქართველოს მოსახლეობა, ქართული ხალხი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღებს
იმ რეალობას, სადაც შესაძლებელი იქნება უკვე რეალურად ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, ანუ ბუნებრივი გზის გაგრძელება ჩვენ ქვეყნის ბუნებრივი გზის გაგრძელება და მე მინდა ვიმედოვნო, რომ ეს ხდება რაც შეიძლება უფრო მალე. ვფიქრობ, რომ ევროპა არ დაუშვებს იმას, რომ დამარცხდეს, ეს არის ძალიან ტრადიციული ძლიერი საზოგადოება ევროპული, ევროპა აუცილებლად დადგება ფეხზე, გასწორდება წელში და მიმოიხედავს და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ როცა ის მის გვერდით მდგომ თანადგომ სახელმწიფოებს დაითვლის, მათ შორის ასევე ეგულებოდეს ევროპას საქართველო, რადგან საქართველო თავის მომავალს ხედავს ევროპულ სივრცეში და მინდა რომ ევროპა დარწმუნებული იყოს საქართველოს გულწრფელ განზრახვას და სურვილებში, რომ მას მომავალში მიაჩნია, რომ მისი ადგილი არის ევროპაში. ძალიან რთული იქნება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა, იმიტომ რომ ეს არის მთლიანად ვალდებულებათა პაქტი, რომლითაც ესე იგი ზურგზე გვაქვს ეს ვალდებულებები, მაგრამ როცა ვაცნობიერებთ რა არის ჩვენთვის ალტერნატივა, ჩვენს წინაპრებსაც და დღევანდელ საქართველოს მოსახლეობასაც უღირს ამ რთული გზის გავლა, რომ სამომავლოდ გახდეს ამ ოჯახის წევრი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ ამ მსჯელობაზე დიპლომატები ბევრი საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ევროპაში ერთგვარი მიდგომების ცვლილება, რამდენად რთული იყო, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ და თუნდაც თვის წინ პარიზისა და ბერლინის დათანხმება რუსეთთან დაკავშირებით ხისტინაბიჯების გადადგმაზე და რამდენად ფრთხილები იყვნენ ისინი აქამდე და შეცვალეს ეს პოზიციები და შესაბამისად საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად შეიძლებოდა ამ პროცესების გამოყენება საქართველოს სასარგებლოდ. ამ წუთას ისინი საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო უნდა გააქტიუროს და გააძლიეროს საკუთარი ეკონომიკური მომხიბვლელობა სხვადასხვა პროექტებით, როგორც არის თუნდაც ანაკლიის სპორტი, იმისათვის, რომ საკუთარი როლი და ნიშა დაიმკვიდროს ამ გეოპოლიტიკური გადალაგების პროცესში, უნდა იზრუნოს საკუთარ თავდაცვაზე, თავდაცვის გაძლიერებაზე და დაიბრუნოს რეფორმატორის როლი, როგორც ეს მაგალითად წლების წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ეს როლი საქართველოს ისედაც გააჩნდა. მოლოდინი არ არსებობს იმისი, რომ ეს შეიძლება უახლოეს მომავალში მოხდეს თბილისის მხრიდან, თუმცა სწორება სწორედ ამაზე უნდა დარჩესო, აღნიშნავენ დიპლომატები ჩვენთან საუბარში.